დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფეშიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის. დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ყავს მტრები, რომლებსაც ზულთ იგი სიწმიდისთვის და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ აცხოვარი და დღესაც ძულთ და დღესაც ხალატობენ მას და ჯვარს აცვავენ. რაზე ვფიქრობ დღეს? მეცխომარ მიმიძღვის წვლილი ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში. მეცխომარ შემიცოდავს მის წინააღმდეგ და სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენეთ კივილი. არც შენ ხარ ბრალის გარეშე. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა. უწმიდესმა მოისურვა, რომ ამ მძიმე დღეს, ქრისტეს ჯვარცმის დღეს შექმნილიყო კაი საგალობელი, რაღაცა დავით გურამიშვილის ტექსტზე და მე მომიწია და გავიდა უკვე აი ამდენი წელი, უკვე 46-ია თუ შეიძლება რიცხვიც კი უკვე ამერია. და ვფიქრობ, რომ უფალმა მოისურვა ის, რომ ამდენი წელი მე მეგალობა ეს წარეტკივილი. მე მინდა ხალხს მოუწოდო, რომ ყოველთვის მოუხმონ უფალს. ტკივილის დროს რომ გვახსოვს უფალი, ყოველთვის გვახსოვდეს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად იესო ქრისტემ საკუთარი თავი მსხვერპლად შეწირა.